800-მდე დევნილი ოჯახი სოფლებში სახლებს მიიღებს. აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში დიდი მასშტაბები შეიძინა და წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ 2025 წელს სააგენტომ სახლის 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა. დევნილ ოჯახებს 6 თვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 13000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა. 800-მდე დევნილ ოჯახს ეთქვა თანხმობა სახლის შესყიდვაზე. მათთვის იქნება საუკეთესო წინა საახალწლო საჩუქარი. წელს უპრეცედენტოდ ბევრი სახლის შეუსყიდა სააგენტომ დევნილ საზოგადოებას თითქმის 3000-მდე. ჩვენ მომავალ წელსაც ვაპირებთ ძალიან აქტიურად განვითაროთ ეს პროგრამა. 800 ოჯახთან დაკავშირებით მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება შესყიდვის პროგრამის ფარგლებში და ამ ოჯახებს უკვე დღეიდან შეუძლიათ წარმოადგინოს საცხოვრებელი სახლები, რომელსაც სააგენტო უმკვლეს ვადაში შეუსყიდის. ამ პროგრამის ფარგლებში 3000-მდე ოჯახს დადებითი გადაწყვეტილება ეთქვა მიმდინარე წლის განმავლობაში და მათთვის უკვე საცხოვრებელი სახლები შესყიდულია. ეს პროგრამა 2026 წელსაც აქტიურად გაგრძელდება და დაახლოებით ისევ ამ რაოდენობის ოჯახებს შეუსყიდეთ მომავალ წელსაც საცხოვრებელ სახლს.